ეს არხი არის შვილო წვიმების არხი. მოდის მთელი ეს აბრევის მთების წყალი, ეს მინდორველების წყალი ჩამოდის ამ ხევში და ჩამოდის აქა და როცა ამოიმსება ხოლმე მე ზარალდებიან მოსახლეობა, სახლებში გვივარდება. როცა გამოვარდა მაშინ კომუნისტების დროსა სულ მთელი ეს ბაღ-ვენახები სახლებში შემოგვივარდა, ეს იმაში შევარდა ბოსელში, საქონელი დახოცა, ის და ღორები დახოცა, გოჭები, ფრინველები წაიყვანა, სულ გაგვანადგურა, სულ წაიღო ყველაფერი. აბრევი იქით ზონაშია ეხლა, ოსების სოფელია და აი რაცა ჩანს ეხლა როგორ გითხრა, მთელი წყლები მოდის აქ. აგე ვიყავით გამგეობაში და ვთხოვეთ რომ გაეკეთებინათ ეს არხი. გაეწმინათ. სავსე იყო სულ. ვერ მოწყავერა ერთი წვიმის დროს რა უნდა მოწყა, გაგიჟდება, მოვარდება, თუ არაფერი წაიღო, არაფერს იკეთებს არაქნავს. კეთდება. შარშან დადგა საჭიროება ამისი რომ უხინალექები იყო და მოხდა თბილისში თან ესეც სტიქია რომ მოხდა, ესეც შეშინდა რომ ანალოგიურ მდგომარეობაში შეიძლება ისინი ჩავარდნილიყვნენ. დადგა იმისი გადაუდებელი აუცილებლობა რომ ეს არხი გაწმენდილიყო და რადგანაც მოდის აბრევიდან, ქვია აბრეულა ამ არხს. ერთადერთი ფუნქცია აქვს სანიაღვრე. მხოლოდ წვიმების ნალექების დროს, სხვა დანარჩენი აქ წყალი არ მოდის. საზღვრის იქითა სოფელი, ეგრეთ წოდებული.